ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომელთაც ატესტაცია არ გაუვლიათ, 2015 წლის 1 ივლისამდე ატესტაციას დაექვემდებარებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის და კონკურსების სავალდებულო ეტაპი ტესტირება იქნება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანილი ცვლილებები იურიდიული კომიტეტის ხდომაზე განიხილეს. ატესტაცია ყველგან ერთიანი სტანდარტით უნდა ჩაატარდეს და სავალდებულო ერთი ეტაპი აუცილებლად იქნება ტესტირება. და მნიშვნელოვანია ის, რომ სუბიექტური დამოკიდებულებები გამოირიცხოს, ტესტირებას არ ჩაატარებენ ადგილობრივი თვითმმართველობები, ხოლო ტესტირების განმახორციელებელი სუბიექტები ვინ იქნებიან, ამას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა დადგენილებით. ანუ ის სახელმწიფო დაწესებულებები შეიმუშავებენ ტესტებს და ტესტირების მეთოდოლოგიას, რომლებსაც აქვს გამოცდილება. აბსოლუტური უმრავლესობა მუნიციპალიტეტებში დანიშნულია ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მათ არ გაუვლიათ ატესტაცია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ მოხელეების შეფასების სისტემის თანხმობა, ამიტომ შემოთავაზებული ატესტაციის ჩატარება 1 წლის განმავლობაში, ესეთ ატესტაცია რო ითვალისწინებდეს ტესტირების ეტაპს და ეს ტესტირება ჩაატაროს ამაზე სპეციალიზირებულმა დაწესებულებებმა და ეს არის ამ სისტემის მოწესრიგებისკენ გადადგმული ერთი